ევროკომისიის პრეზიდენტი უკვე თბილისშია. ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად საქართველოში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეც ჩამოვიდა. მათ აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დახვდნენ. მათი შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის დადასტურება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. მეორე, ეს არის დიალოგის გაგრძელება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან მუდმივად იყოს ისეთი კომუნიკაცია, ისეთი ინტენსიური კონტაქტი, როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივახციოთ ყოველ ახალ ასეთ ვიზიტზე თუ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტზე ევროპაში, ბრიუსელის შტაბ-ბინაში ახალ პროგრესს. მისი ვიზიტი საქართველოში ასე ახლოს ხელმოწერამდე არის თვალსახანიშანი იმის, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს. მეორე მთავარი მიზანი მისი ვიზიტის არის საინვესტიციო კონფერენციის გახსნა, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასოცირებასთან ერთად ხელს ვაწერთ თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას და იმისთვის, რომ გაიცნონ უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატი როგორია და როგორ საშუალებები და შესაძლებლობები არსებობს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. შემდეგ კი ჟოზე მანუელ ბაროზო და გიორგი მარგველაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ხვალ შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან გაიმართება. ბაროზო სიტყვით გამოვა საინვესტიციო ფორუმზე.